Mariam Vidres მაყურებელს მოვასმენებთ კოკა მორგოშიას ვერსიას გეტყვით რომ ის რაზეც მორგოშია საუბრობს პრაქტიკულად დასტურდება პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალებით საგამოძიებო უწყებამ დღეს საზოგადოებას აჩვენა კადრები ნიკო კვარაცხელიას საქმის მასალებიდან სადაც ძალიან მკაფიოდ ჩანს რომ ბრალდებული ძმები კაკულიები ორჯერ ცდილობდნენ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას სომხეთიდან თუმცა ლეგალური გზით ეს მათ ვერ მოახერხეს კოკა მორგოშია კი აცხადებს რომ ის რომ არალეგალური გზით შემოსულიყვნენ ძმები კაკულიები ქვეყანაში ამაში მათ დაეხმარა ოთარ ფარცხალაძე კოკა მორგოშიას ინფორმაციით ფარცხალაძე არის ის კაცი რომელმაც ძმები კაკულიები დაარწმუნა რომ გია კვარაცხელია მოკლა მათი მამა სწორედ ამიტომ მორგოშიას ახლა მიაჩნია რომ მინიმუმ უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს გამოკითხვა გრიგოლ ილუაშვილის ბედოიძის ასევე შოთაძის რადგან ამტკიცებს რომ ფარცხალაძე ილუაშვილთან ერთად მოქმედებდა და ყველამ ძალიან კარგად იცოდა რომ ფარცხალაძე იყო ადამიანი რომელიც დაეხმარა სწორედ ძმებ კაკულიებს რომ ქვეყანაში შემოსულიყვნენ თავითვე ყველამ იცოდა პირდაპირ გეტყვით სულ რამდენიმე დღეში რომ ძმები კაკულიები ოთარ ფარცხალაძემ შემოიყვანა არალეგალურად ეს იცოდა ყველამ იცოდა ასევე რომ ოთარ ფარცხალაძემ და მისმა გარემოცვამ ჩააგდო ამ ბავშვებს შორის შუღლი და მოყვა ის ტყუილი ვერსიები რის გამოთაც დატრიალა ქალაქში ამხელა ტრაგედია და ეს იცის მაგალითად წინა შსს ხელმძღვანელობამ პროკურატურამ გამომძიებელმა პროკურორმა და ეხლა ძალოვან სტრუქტურებში მყოფი ბლოკის ძალიან დიდმა ნაწილმა ეს თავიდან ბოლომდე იყო ოთარ ფარცხალაძის და მისი გარემოცვის დაგეგმილი და ეს დიდი ტრაგედია მოხდა ესე ჟარგონზე ვიტყვი მათი ბალამუტის შედეგად ფარცხალაძე იყო თავისთავად ცხადია ის ადამიანი და ესე ვთქვათ ეს ლილუაშვილის რეჟიმი რომელიც ამას ხელს აფარებდა დღესაც პროკურატურამ გამოაქვეყნა ეს ყველა მასალა აბსოლუტურად მათ ჰქონდა დაახლოებით ერთ კვირა ადრეში სრულად ოცნების პროკურატურა იყო ოთარ ფარცხალაძის ზავიძენია აი პირდაპირ გეტყვი რაც იყო და როდესაც იყო ის რაც იყო რამდენიმე თვის გამოკლებით მაშინ ოთარ ფარცხალაძე ლილუაშვილი და ეს ხალხი აკეთებდნენ იმას რაც ჭირდებოდათ მათ ჭკუაზე დადიოდა მთელი ძალოვანი ბლოკი და ეხლა ყველამ იცით ხო ეხლა მთელმა ქალაქმა იცის და პოლიციის აბსოლუტურ უმრავლესობამ იცის რომ აი ეს ყველაფერი იყო ამას ვერც და არც მალავენ ოცნებასთან კითხვა უბრალოდ არსებობს ის აი ეს ვიღაცა კოკაინში ჩამხჩვალი ტიპები პროკურორები და ძალოვანი ბლოკის მმართველები როგორ იყვნენ საერთოდან ამ ხალხს საერთოდ რატო ებარათ საერთოდ რამე აი ეს არის კითხვა და სიბინძურების თავი ფარცხალაძე და მისი გარემოცვაა მაგრამ ეხლა რადგან პარტნიორები იყვნენ ყველაფერში თავისთავად ცხადია რომ ლილუაშვილის გარეშე ფარცხალაძე ამ უბედურებებს ვერ დაატრიალებდა ქვეყანაში ეს ცხადია. ხომ არ ფიქრობთ რომ მინიმუმ გამოსაკითხია ლილუაშვილი ამ საქმეზე მათ შორის? მინიმუმ გამოსაკითხი ლილუაშვილი და ფარცხალაძე კი არ არის, ბედოიძეს გამოსაკითხია, გაბიტაშვილის გამოსაკითხია, შოთაძეს გამოსაკითხია და შაიშმელაშვილი რავი კოცონზეა დასაწვავი. ესაა ჩემი აზრი. ფარცხალაძე ლილუაშვილის კლანის ინტერესების გამო ჩვენს ქვეყანაში არაერთი საქმე ჩაიფარცხა ამ განცხადებას პირველებთან კოკა მორგოშია აკეთებს დღეს მან განსაკუთრებულად ყურადღება ორ საქმესთან დაკავშირებით გააკეთა ლევან კაჭარავასა და ვალერია ნემსიწვერიძის საქმეებთან მიმართებით როგორც მორგოშია აცხადებს ორივე საქმეზე ძალიან ბევრი რამ ძალოვან უწყებაში იციან თუმცა ამ საქმეების გამოძიების რეალური ნება არ არსებობდა რადგან სწორედ ოთარ ფარცხალაძე ლილუაშვილთან ერთად ცდილობდა ჩაეფარცხა ეს საქმეები. თავარი არის ის რომ ასევე ლევან კაჭარავაც მათ მოკლეს და მე ზუსტად მათივე PR ტექნოლოგიებით ეს დააბრალეს გია კვარაცხელიას ოჯახს რომელსაც არანაირი წვლილი ლევან კაჭარავას განზრახველობაში არ ქონდა შვენივრად იცის ძალოვანმა სტრუქტურებმა ლევან კაჭარავას მანქანა ვინ ჩაუყენა მის სახლთან და ოფისთან კამერები ვინ დააყენა მიქაძის გარემოცვიდან და ფარცხალაძის აბსოლუტურად ყველაფერი იციან და რაც მოხდა ლევან ჯანგველაძის ყოლობის საქმეში იგივე ხელწერა ყველა ამ საქმეში თითქმის ყველგან ერთ და იგივე გამომძიებელი პროკურორი და სქემა აქვს ერთი და იგივე მტკიცებულებების გაქრობა დაშინება და სხვა მე დღეს ჩემ ლაივში ასევე ნემსიწვერიძის საკითხიც ვახსენე რომელიც ასევე მოკლეს და მე იარაღი ხელზე დაკიდეს თითქოს თავს დაესხა რაღაცა იმას ჯიხურს ეს არის ამათი სქემა ყველა საქმე
ჩემის აზრით გამოძიებული იქნება ყველა ბრალი იქნება ესე ვთქვათ საჯარო წაყენებული ამ დაჯგუფებისთვის და მე დარწმუნებული ვარ რომ ნიკოს ყრელობის საქმეც ბოლომდე გაიხსნება, ბოლომდე გულისხმობ რომ მფარველებისაც დასჯიან, ასევე ლევან კაჭარავას, ტილიკას საქმეს და ასევე ნემსიწვერიძე სხვა და სხვა. მას ასე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე შემკვეთებზე ხელის დაფარების გამო მივა თუ არა კვალი გრიგოლ ილუაშვილამდე უთარ ფარცხელაძემდე ყველა კითხვას პასუხი სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გაეცემა ბრალდებები ღიად ისმის შესაბამისად ახლა საინტერესოა რა რეაგირება ექნება მთავარ საგამოძიებო უწყებას მინიმუმ გამოკითხვების სერია ჩატარდება თუ არა მათ შორის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იქ სადაც ბრალდებული სტატუსით მოთავსებული ყავთ გრიგოლ ილუაშვილი